მეგობრებო, დღეს არის ძალიან ჩემი დროით დღეს, რა თქმა უნდა, 21 სექტემბერი, ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს აუცილებლად ძალიან ძლიერ რიტუალებზე უნდა ვიმუშაო. ეს დღე არის როგორც ქრისტიანულად ძალიან მნიშვნელოვანი ღვთისმშობლის დღესასწაული, ასევე ეზოთერიკის თვალსაზრისით, მაგიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. ამიტომ მე გადავწყვიტე დღეს ჩემი სამაჯურების და საფულეების სხვა პარტია მე იცით შემკვეთი შევცვალე. ძალიან მცირე რაოდენობა ჩამოდის 22-ში დილას და მე გადავწყვიტე რომ ეს გავყიდო $450 იქნება ბარაქის ამულეტის ფასი და $400 იქნება საფულის ფასი. თქვენ იცით ჩემი ფულისადმი დამოკიდებულება რომ მე არ არსებობს ადამიანებს არაფერს არ ვუკლებ და $10,000 რო იხდიან ჩემთან $15,000 რიტუალებს რომ აკეთებენ მაქსიმუმ შეიძლება რა ისიც წამომეპრიანოს $100-იც დავუკლო შეიძლება ისიც არ დავუკლო იმიტომ რომ ჩემთან ესეთი რაღაცა არ ხდება მე პირადაპირ ვიძახი მე არ მიყვარს რაცაც მე ძალას და ენერგეტიკას ვდებ, ზუსტად ის ფული უნდა ავიღო. მაგრამ ეხლა რატომ იქნება ეს სამაჯური ესეთი ფასი? ხოთაშორის ეს იქნება 18 კარატი მოოქროვილი სამაჯური ბარაქის. ვიმეორებ მოოქროვილი. თქვენც ახლა $1,500-დან იწყება ჩემთან რიტუალების ფასი და ადამიანს შეიძლება აი მაგალითად უნდოდეს ჩემთან მოსვლა და თქვას რომ აი ეს $1,500 რო გადავიხადო ნამდვილად მეშველება ნეტა? აი და შეიძლება ადამიანი ეჭირქვეშ დავარდეს. ამიტომ, როდესაც ადამიანი შეიძენს ჩემი უმაღლეს დონეზე, ანუ თქვენ იცით რომ მე რიტუალს ვაკეთებ ბარაქის საფულეზე და ასევე ბარაქის სამაჯურს, როდესაც ჩემსას შეიძენს, ის იმხელა წარმატებას მიაღწევს და მე იმხელა შრომას ჩავდებ, რომ ის ადამიანი ნამდვილად იტყვის, დიახ, მე ამან მიშველა და მე ამას აუცილებლად მივალ და წმენდა თუ სხვა რიტუალი, რაც არსებობს აუცილებლად გავიკეთებ, იმიტომ რომ მე ამ ადამიანს ვენდობი. გაითვალისწინეთ მეგობრებო, საფულე და სამაჯური ჩამოდის ძალიან ცოტა რაოდენობით. მე არ ვიცი, შეიძლება ნოემბერი, დეკემბრამდე შეიძლება აღარც იყოს, ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი. ასევე გეტყვით, რომ მექსიკიდან ჩამოსული ყველა ამულეტი გაიყიდა. იცით თქვენ დაახლოებით 6-7 თვე არ ქონდა და ეხლა მომავალშიც როდის იქნება, ნამდვილად არ ვიცით.